როგორ მომენატრე ჩემო ვარდო, ჩემს თვალწინ გაიშალე, შენი საოცარი სურნელი ატყვევებდა არემარეს. შენი სილამაზე თვალებიდან არ ამომდის, გიყურებდი და სილამაზით ტკბებოდი, გიგალობდი, გეტრფოდი. ერთ დღესაც ჩამოვიარე შენ სანახავად და სად გაქრი, სადაა შენი ნაზი ვარდის ფურცლები, შენი სურნელი, დავფრინავ მონატრებით გახელებული ბულბული, ტკივილის გალობა ამოდის გულიდან, არადა შენი როგორ მესმოდა, უსიტყვოდ გიგებდი, გიყურებდი და შენი მესმოდა. ყოველი შენთან შეხვედრა საოცარი სიხარული იყო, ენით აღუწერელი სიხარული, მზისხივივით შემოიჭერი ჩემს გულში და გამითვე გული საოცრად, ახლა სათხარ ნეტავ. ყოველდღე მოვდივარ ამ ადგილას, მაგრამ იმ ადგილას, მაგრამ ვეღარ გხედავ. იდუმალი სიჩუმეა, ხოლო ჩემი გულის სემა ისმის, დილაობით მზის ამოსვლას ველოდები, ვგალობ ასე დარდიანად, გნატრობ და მზეც ამოდის და მზის ამოსვლა იმედს მაძლევს, რომ შენ ისევ გამოჩნდები, ისევ აფეთქდება შენი კვირტები, ისევ დამატყვევებ შენი სურნელი და შენი ნაზი ფერადოვანი ფურცლების სიდიადე. ასე შემოდის განთიადი იმედითა და რწმენით შენთან შეხვედრისა. გადის დღეები, ასე მერე ყოველ საღამოს ისევ იმ ადგილას მივდივარ და მზის ჩასვლას ველოდები. ცოტა სევდას კი შემომაწოლებს ხოლმე გულზედ, მაგრამ მიხარია. რომ მეორე დღეს ისევ ამოანათებს აისი და მოდის იმედი შენთან შეხვედრისა. სინათლე ამ გრძნობისა და მე მჯერა დადგება დღე ჩვენი შეხვედრის დღესასწაულისა. 6 აგვისტო 2016 წელი. მისი ავტორი გახლავს სწორედ ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი. მოგესალმებით მედია კავშირი ობიექტივი. განაგრძობს თავის მაუწყებლობას გადაცემით თაობიდან თაობამდე. და დღევანდელი გამოშვების სტუმრები არიან ოთარაშვილების ორი თაობის წარმომადგენლები, ბატონი ვაჟა ოთარაშვილი და მისი ვაჟი ლექსო ოთარაშვილი. სწორედ მისი ლექსოს ჯერჯერობით ბოლო ლიტერატურული ჩანახატით, რომელსაც ქვია ბულბულისა და ვარდის ტრფიალი, გავხსენით დღევანდელი გამოშვება და ჩვენ დღევანდელ გამოშვებაში ამ და კიდევ მრავალ საინტერესო თემას შევეხებით. მოგესალმებით ბატონებო, ბატონო ვაჟა, ლექსო, ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ბატონო ვაჟა. ძალიან ლამაზი ჩანახატი აქვს თქვენ შვილს შექმნილი ამ რამდენიმე დღის წინ. ხომ არ არის გავლენა მამისა, რომელიც რა ვიცი, ალბათ დაბადებიდან თქვენ გიყურებთ კალმით ხელში. გისმენთ? გენეტიკური გავლენა ნამდვილად იქნება, იმიტომ რომ გენეტიკურიც და რეალურიც ჩემი დიდი პაპაც ლექსებს წერდა თურმე, რომელიც იყო გელათის ეკლესიის დიაკვანი. და არ ვიცი ახლა ეს დედა ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი იყო კასპის მესამე საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილი და ბუნებრივია ჩემ შვილებს გამოყვათ ნიჭი წერის. ლექსო ერთ-ერთი გამორჩეულია და სხვათა შორის თავისი ხელწერა ნელ-ნელა იპოვა. რა თქმა უნდა, მე ბევრ რამეს ვასწავლედი და ურჩევდი, მაგრამ თავისი ხელწერა დამოუკიდებლად თვითონ იპოვა. მე მაგალითად ეხლა ვფიქრობდი, რომ არა, ლექსები წაეკითხა და ეს ჩანახატი არა, თუმცა და ვიცი, ისე საოცრად წაეკითხეთ ლამაზად. ისე საოცრად ლამაზად წაეკითხეთ, რომ აი მართლა უკვე სხვა თვალით შევხედე. უღრმესი მადლობა, ეს თქვენგან მით უმეტეს ძალიან სასიხარულოა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ბატონო ვაჟა, ეხლა თქვენისნებართვით ლექსოს მინდა რამდენიმე შეკითხვა დავუსვა და შემდეგ ძალიან მინდა სწორედ აი ის თემა განვავრცოთ, რაზეც არის საუბარი ამ პატარა ჩანახატში. ლექსო, ბულბულისა და ვარდის ტრფიალი. ხომ არ არის ოსკარ უაილდის ვარდი და ბულბულის გავლენა? ოღონდ კაი გაგებით, მე მიყვარს ვიღაცა შემოქმედი, რომელიღაცა ახალგაზრდა შემოქმედი ითვალისწინებს კორიფეები, როდესაც ითვალისწინებს კორიფეების შემოქმედების თითოეულ დეტალს. ხომ არ არის, თუნდაც თემატურად? არა, არ გიფიქრია ამაზე? საერთოდ არ მიფიქრია, ნუ აი ამ მომენტში ამ ჩანახატს საერთოდ არ ეხება არც ერთი წერილის რაიმე ჩანაწერი ან შემოქმედებითი ნამუშევარი საერთოდ არ ეხება. ეს არის ჩემი შინაგანი მდგომარეობიდან და ჩემი გულიდან წამოსულია ეს.
აი შენი გულიდან არის წამოსული, ხო? არის ვარდისა და ბულბულის ურთიერთობა. აი დღევანდელ შენ თაობაში მაინტერესებს, შენ გარემოცვა, რა ურთიერთობებით სულდგმულობთ, ასე ვთქვათ. როგორი ურთიერთობებით სულდგმულობ. აქ მონატრებაზეა საუბარი. კარგი, გადავდებ ახლა ამას გვერდზე და უბრალოდ ურთიერთობაზე მაინტერესებს. მეგობრებს შორის, მშობლებს შორის ფორმატი თაობიდან თაობამდე მოგეხსენება, შენ ითვალისწინებს თაობებს შორის აზრთა ურთიერთგაცვლას. აი, რამდენად ხშირია შენ უფროსი თაობის წარმომადგენლებთან საუბარი, დედასთან, მამასთან და ასე შემდეგ. პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობ შენ. მე ვიტყოდი, რომ როდესაც ადამიანს საერთოდ უფროსებისგან უნდა იღებდეს მაგალითს ადამიანი და მე ძალიან მიყვარს უფროსებთან საუბარი, ისეთ ოჯახში გავიზარდე, რომ ჩემთვის უფროსების სიტყვა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ოჯახი არის პირველი აღმზრდელი, სადაც ადამიანი უნდა იზრდებოდეს ზნეობრივად და მისი ზნეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე უკვე მისი ურთიერთობები წყალივდება სხვა ადამიანებთან. ამასთანავე სკოლა ეხმარება ამას და მისი სამეგობრო წრე, თუ ისთან მეგობრობს. როგორი სამეგობრო წრე ყავს და ასევე სულიერი მდგომარეობა მისი. თვითონ ადამიანზეცაა ჩემი აზრით დამოკიდებული როგორი ზნეობრივი მდგომარეობა ექნება, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან კარგ ოჯახში გაიზარდოს ბავშვი და სულ სხვანაირად წავიდეს მისი ცხოვრება. თვითონ შინაგანად ადამიანზეცაა ალბათ ის დამოკიდებული. დღეს ალბათ უფრო გაცვეთილი არის ურთიერთობები და ძალიან მცირე ნდობა არის ადამიანებს შორის დარჩენილი. იშვიათობა სამეგობროებშიც ისეთი გვერდით დგომა, მეგობრობა ძალიან იშვიათობა არის და გულსატკენია. თუმცა ჩემს გვერდით არიან ისეთი ადამიანები, ისეთი სამეგობრო წრე მყავს, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ მე ამ ქვეყანაზე. და ისეთ ოჯახში გავიზარდე და ისეთ ოჯახში გამაჩინა ღმერთმა, რომ ბედნიერი ვარ ამით მე. დიდი მადლობა. ბატონო ბაჟა, ხელთ გიპყრიათ ის არაჩვეულებრივი კრებული, რომელიც ყველა ქართველისთვის ალბათ მაგიდის წიგნად ქცეულა დღიდან მისი გამოსვლისა. აუცილებლად კრებულიდან და თქვენს აი სულ ახალ ლექსებს აუცილებლად წავიკითხავთ. ოღონდ არაფრით არ შემიძლია გვერდი აუარო და უფრო მეტიც არ დავიწყო იმ წიგნით, რომელიც თქვენ რამდენიმე ხნის წინ გამოეცით, თქვენი ავტორობით გამოიცა და რომელსაც ქვია კასპის ისტორია. აი, უბრალოდ კასპის ისტორია მოთხრობილი. აი, მოდით აი ამ წიგნის კასპის ისტორია ქვია, ხო, კასპი მე უცებ შემეშინდა ხო არ მეშლება მეთქი. დიახ, გისმენთ. მე დიდი მადლობა მინდა გითხრა მანანა, საოცარ გადაცემებია თაობიდან თაობამდე და ეხლა უსმენდი ლექსოს და ეს ჩემ შვილებში გამორჩეულად ღვთისმიერები არიან ჩემი შვილები და ეს გამორჩეულად ღვთისმიერია. ის კარის ეკლესიის ჯერსტი ხარუსანი იყო, მე დავითნე. კითხავს ცეკვავდა ერისიონში. კი, მაგას აუცილებლად კადრებს ვაჩვენე. მაგრამ იცით აი ხო არის ახლა არასდროს არ გამევლია ესეთი პარალელი ხა 26 წლის ვაჟა ოთარაშვილი და 26 წლის ლექსო ოთარაშვილი ხო და აი დიდი მადლობა რომ ამ გამოშვებაში ესეთი საოცარი რაღაც გააკეთე ახლა ვფიქრობდი მე ეს უფრო აი მიუხედავად იმისა რომ 21 საუკუნეა უფრო სუფთა ბავშვია უფრო ჩემთვის რა თქმა უნდა ახლა არავინ არ ათქვას რომ ისა მაგრამ უფრო ანკარა და უფრო ღვთიურია ვიდრე ვთქვათ ჩვენ ამ ღვთის რო ვიყავე მე და უფრო ისეთი კეთილშობილი ადამიანია შეიძლება არ უნდა იძახდეს მამა მაგრამ აი ძალიან კარგი რომ მიძახი მისი შემოქმედებაც არის აი ესე ანკარა წყაროსავით წამოსული სუფთა სტრიქონები სუფთა გულიდან და ყოველგვარი რაღაცა ისედაც გამორიცხული ამ ბავში
პატარა იყო მესის სახე სულ იცინოდა, აი სულ თვალები სულ ციმციმებდა ისეთ ერთხელ პირველ არხზე რაღაც ვიღებდი მივიყვანე და გაგიჟდე რომ ნახეს სადღაც გადავიღოთ მე ჩემი მეგობარ გივისი ხარულიძემ გადაიღო ხანრი მაშხა აი ესეთი ისა და მუშაობს ამ ბოლო დროს სერიოზულად მუშაობს და მიხარია რომ აი ქართულ სიტყვას ეზიარა ეხლა ჩვენ სახში მეტი რა უნდა გაიგო და ჩემ წრეში ეხლა ეს ბატონ ჭაბუასაც იცნობდა ნათელში იყოს მის ოჯახსაც ძვირფას მეუღლეს ქალბატონ თამარს ანა კალანდაძეს და ყველა იმ ვინც კორიფეები იყვნენ ჩვენი ახლო ჩემი სამეგობრო როგორც სამწერლო სამეგობროს ჩემი სამეგობროს ჩემ გიაბლიაძეს ზურალი ხანაშვილს ბადრი ლურიძეს და ამ საძმოს გელადევ სურაშვილს და მას ყველას და აი ასე გაიზარდა ეს ბავშვი და სხვა შვილებიც ასე და მე მეამაყება რომ ესეთი შვილები მყავს რაც შეეხება კასპის ისტორიას ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი საჯილდაო აი მე ვფიქრობ რომ აი ამ პირველი წიგნი გამოვეცი ეს კასპის ისტორია და მუშაობ ინტენსიურად ორ დიდ წიგნზე აი რომელიც ჩემი ცხოვრების საჯილდაო ქვა იქნება ის იქნება როცა გამოვა გიორგი სააკაძის ფენომენი და თარხანმოურავები ეს დაახლოებით 650 გვერდიანი წიგნი შეიძლება მეტი და ამილახრები და სამილახროს ისტორია. აი მე შემიძლია ვთქვა რომ დავისვენო, აი და გინდა წამიყვანოს უფალმა. მანამდე არ მაქვს უფლება, იმიტომ რომ მე არ მაქვს და ამავე დროს მე მინდა ვთქვა დიდი მადლობა რომ აი კასპის ისტორია გამოვიდა ჩემი მეგობრის კასპის რაიონის გამგებლის გოჩა გოჩიტაშვილის დიდი დახმარებით და მადლობა მინდა ერთხელ კიდევ უთხრა გოჩას რომ იყო დიდი წინააღმდეგობები რომ ეს ხო იცით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების არაკეთილ მოსუნეთ უყურებდნენ ამ წიგნის გამოცემას საკრებულოს ხდომა მაგონდება და ყველა მარ დაუჭირა მხარი ეს გავიდა ეს საკითხი რომ უნდა დაეფინანსებინა რაიონს და საოცარია ხო ის არა მაგრამ საოცარია რომ თქვა იგივე რესპუბლიკურმა პარტიამ არ დაუჭირა მხარი თქვა იქ რატო რა საინტერესოა ვერ გაიგეს რა სახებოს და რა თემაზე იყო საუბარი არ დაუჭირეს მხარი მაგრამ მაინც კეთილმა ძალებმა და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა უთხრა კასპის გამგებელს რომ ეს წიგნი გამოვიდა და კიდევ ერთხელ მე ჩემ ქალაქს, ჩემ რაიონს დავანახე როგორი დიდი ისტორიული რაიონია და ვფიქრობ რომ ამ კუთხით კვლევა უნდა გაგრძელდეს და თუ მომავალი თაობები იმუშავებენ უფრო აქტიურად, რადგანაც თვითონ ქართლი არის პროტოიბერიული ცივილიზაციის ერთ-ერთი სათავე, ახლა იგოეთთან მოგეხსენებათ იპოვეს ჩემ ტრასაზე პირდაპირ ჩვენი გრაკლიანის გორაზე ის 2 მილიონი ეს რაღაც სასწაული გათხრების შედეგად ნაპოვნი უძველესი და აი ჩემ წიგნში მე ვარაუდობდი რუკაცა მაქვს რომ აი ისეთი საქარავნო გზები გადის რომ არ ორი რუკა მაქვს წარმოდგენილი რომ არ შეიძლება უძველესი პროტოიბერიული ცივილიზაციის ნაშთები არ აღმოჩნდეს მე ძალიან მიხარია ეს ყველაფერი ისე როგორც როდესაც წიგნი გამოვეცი სამთავისზე პატარა წიგნი ვქი რომ სამთავის ეკლესიის ფუძე ალბათ ძველ ნაფუძვარს ეფუძნება და მე ვფიქრობ რომ ბედნიერი ვარ რომ მე ღმერთმა მარგუნა რომ აი ეს წიგნი მეჩუქებინა ჩემი რაიონისათვის კასპის ისტორია მე ძალიან მიყვარს ჩემი მშობლიური რაიონი მთელი ჩემი შემოქმედება თუ შეიძლება ითქვას, აი ჩემ ლექსებში რომ ნახოთ სოფელი ხოვლე, სოფელი მეტეხი, ლამისყანა, ქვემოჭალა, სამთავისი, ნოსტე, კასპი, ხო ეს არ ახალია, მაგრამ უნდა იმ ორ წიგნს საზოგადოება ელოდება და ჩვენ ვუსურვებთ მე საზოგადოებას და პირადად ჩემ თავს რომ მალე ვიხილოთ ეს წიგნი და თქვენის ნებართვით უბრალოდ მაყურებელს შევახსენებ რა გრაკლიანის რა აღმოჩენაზე იყო საუბარი ეს სწორედ ის აღმოჩენაა რამაც კიდევ ერთხელ კი არა და დაამტკიცა საბოლოოდ რომ საქართველოში სამთავისის მიმდებარე ტერიტორიაზე გრაკლიანის გორაზე აღმოაჩინეს ის გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ის ნივთები რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო რომ სწორედ ამ ადგილას 2 მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა უწყვეტი ჯაჭვი
უკაცრავად კულტურისა და ცივილიზაციის, ანუ კულტურისა და განათლების განვითარებისა. ანუ ევროპამ აქედან დაიწყო ევროპამ არა, სოფლიომ დაიწყო აქედან ცივილიზაციის კულტურული მოღვაწეობა. დიახ, ცივილიზაციის ცენტრი იყო კასპის რაიონი. დიახ, გრაკლიანის მე თორა. შემთხვევით არ ვახსენე, პროტოიბერიული ცივილიზაციის ცენტრი იყო. თვითონ ქალაქი კასპიც 2600 წლისა. დიახ. თბილისზე ძველია ლამის ორჯერ და მე ვამბობ კიდევ რომ არა მარტო გრაკლიანის გორა და იგოეთის მიმდებარი ტერიტორია, არამედ იქითაც ეს დოესი, ყარაღაჯის, ასირეთი, გრაკალი იგივე ეს ტერიტორიაც მთლიანად ეს არეალი კასპის რაიონისა დაწყებული ხეკორძულას ხეობიდან დამთავრებული ატენის ხეობით, ეს არის უდიდესი ცივილიზაციის კერა, მსოფლიო ცივილიზაციის კერა და კიდევ დიდი აღმოჩენები გველოდება მომავალში ჩვენ აუცილებლად. ეჭვი არ მეპარება. უღმესი მადლობა, ლექსო. შენ რამდენი წლის იყავი? ანუ ჯერ ცეკვა იყო და შემდეგ ლექსი შენ ცხოვრებაში? ჯერ ლექსი იყო. ჯერ ლექსი იყო? არ გამაგიჟე, რამდენი წლის იყავი? გავიხსენო, პოეზიის საღამო მაქვს უნივერსიტეტში ძალიან დიდი პოეზიის საღამო, ეს გამიმართეს, ეს იყო 2000 წელი თუ რაღაცა, ლექსო პატარა იყო მაშინ ჩემი პატარები და 4 შვილი ესწრებოდა ჩემი და გატენილი დარბაზზე 96 აუდიტორია ქალთა საბჭომ ჩაატარა მაშინ სვანიძე ბრწყინვალე ქალბატონი მის ორგანიზატორობით ჩატარდა გატენილი დარბაზი და შვილები სად არიან და ყველას მოეხათრა და ლექსო გამოვარდა უცბად და ვერ ასწრდება იმას რა ქვია მიკროფონს და ის რო დგას ხო და იქიდან აიწია ესე და აცხადებს მეც მამასავით უნდა გავგრძელდებ მეც ლექსებს ესაც იქონებენ ხოლმე ჩემი მეგობრები ბატონო ბაჟა მოდით ახლა ერთი ლექსი წაგვიკითხეთ თქვენ შემდეგ ლექსო შენ წაიკითხე ერთი ლექსი და მე ვნახოთ ვიდეო გთხოვთ ვედრება კლდემაღალას ციხიდან სხილოს ციხეს გავყურებ ირანელმა იყიდა მიწა ოქროს საყურეთ იქით თურქის ტრაქტორმა ქართლის ველი გახაზა გული ვინც დაუტორა გივი ამი ლახვარსა ინდოელი არაბი რუსიც ჩვენ შეგვესია ხალხმა სული განაბა ელოდება მესიას იესომა ცხოვარო ღვთისმშობელო ქალწულო ერი შენი ცხოვარი იქნებ კლავ და არწყულო იქნებ ისევ გადარჩეს იბერიის თავთავი ველი უფლის განაჩენს ხელაპყრობით სამთავის არასდროს გავქცეულ ვარ წინაპართა მიწიდან ვიყავ ბედი თეული მილხინდა თუ მიჭირდა ისევ ვაზის ჯვარს მკოცნი თეთრ გიორგის ბედაურს ღმერთო ძალა მოგვეცი მტერს ვუტიროთ დედაო ბრავო ესე იგი ამ ერთ პატარა ლექსში ჩანს ну დიდი სევდა პატრიოტიზმი და მომავლის იმედი. ეს დავწერე ქვემოჭალაშია, ჩემ მამულს ხნავდა ტრაქტორი მუშაობდა მართლა იქით სხილოს ციხე, იქით კლდემაღალას ციხე და აი უცბად ისეთი სევდა დავჯექი ქვაზე და დავჯექი აი მის ჩვენ ნათესავი იყო და პრიმისის გამოვართვი რა ქვია, царელი. რისი უკაც პრიმა სიგარეტის პრიმის გადავხე კოლოფზე თემაზე დავწერე, არა მქონდა მაშინ. ნუ ეს გულიდან ამოსული, ლექსა გისმენ. ახლა სული მთხოვს შენთან შეხვედრას და როგორც სუნთქვა ისე მჭირდები სევდით მზის ჩასვლა ჩემს გულს ეხება და გულიც ფეთქავს გრძნობის კვირტებით ჩამავალ მზის ხივს ფერი აქვს სევდის ამ მონატრებას სულში ვერ ვატევ ღრუბლებს გადასდა ის თეთრი მტრედი ჩემთან ერთად რომ ღამეებს ათებს უღრმესი მადლობა არაჩვეულებრივია მოდით ახლა ვნახოთ ვიდეო გთხოვთ ჩავსოთ ვიდეო
უღრმესი მადლობა, სხვათაშორის აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ვიდეო კოლარზე ერთად იმუშავეს ლექსომ და სანდრო პატარაიამ. დიდი მადლობა ორივეს. ლექსო, სამწუხაროდ ჩვენ ახლა არ გვაქვს ის მასალა და ვიდეო მასალის სახით ვერ შევთავაზეთ მაყურებელს. შენი სოლო გამოსვლები. სამაგიეროდ გვაქვს ფოტომასალა ამისა, გთხოვთ ჩავრთოთ ფოტოები და მე მინდა ეხა შენ იცი რაზე ისაუბრო, რამდენი წლიდან ხარ შენ ცეკვებში? ცეკვებში ვარ 2000 წლიდან. ნუ რამდენი წლის იყავი? ვიყავი 10 წლის პირველად. უკვე დიდი, ნუ ან ძალიან პატარა არ შეხვედი. სხვათაშორის თვითონ აი ეს ქართული ცეკვაც ახლა ბატონმა ვაჟამ ახსენა ძალიან ისეთი ანკარასულის მატარებელიაო და ეს რა თქმა უნდა ჩანს შენი შემოქმედებიდან და იცი რა მაინტერესებს თვითონ აი 10 წლიდან მოყოლებული ხა აი შენ აქ ხარ არაჩვეულებრივი ფოტოა და თვითონ ეს ქართული ცეკვა არის იმდენად იცი აი მანდილოსანს არ ეხება მამაკაცი და აი ამას რო ეზიარები 10 წლიდან უკვე ნუ თავისთავად სხვა პიროვნებად ყალიბდები, ხო? აი რა შემოიტანა შენს პერსონაჟში, შენს პიროვნებაში ქართულმა ცეკვამ? ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ქართულმა ცეკვამ. ჩემი აზრით ყველა ქართველი კაცი უნდა სწავლდეს ქართულ ცეკვას. აი ჩოხა რა არის შენთვის? ჩოხა არის ენით აღუწერელი სიამოვნება, რაც შეიძლება ამ ცხოვრებაში განიცადო, იმიტომ რომ აი მაგალითს მოვიყვან ჩვენ, როდესაც გასტროლებზე გავდიოდით და ქართული ჩოხა რო გაცვია და იაბიჯებ უცხო მიწაზე. აი რაღაც სასწაული ბრძნობა იმის რომ შენ ხარ ქართველი. და შენ უნდა დაანახო სხვას თუ როგორი არის შენი სამშობლო. შენ ხარ სარკე. შენი სამშობლოს სარკე ხარ და უნდა ჩაახედო უცხოურ მაყურებელს და უცხოელს თუ როგორია შენი ქვეყანა. და რაღაც ისეთი საოცარი ბედნიერება, როდესაც ჩოხით გამოდიხარ და საერთოდ კონცერტზე როდესაც გადიხარ, იმ მდგომარეობაში იმყოფები, აი ცოცხლად ხარ, რასაც შენ იქ აკეთებ. სულით ხოცამდე განიცდი. კი, ამ ყველაფერს განიცდი შინაგანად. და ის ილეთები და ეს ყველაფერი, ანუ შენში არის და იმ მომენტს ყველაფერს განასახიერებს შენს ისტორიას და ძალიან დიდი რამე არის. ხარ ძალიან გულწრფელი ამ დროს, ხო? კი. და მართალი. თუ გულწრფელი არ ხარ, ამას ვერ შეძლებ. და მე მგონი ვერაფერს ვერ შეძლებ თუ გულწრფელი არ. და ასევე უნდა ეს გენში უნდა კონდეს და ქართველებს ღმერთმა დაგვაჯილდოვა ამ დიდი განძით, რასაც ქართული ცეკვა ქვია და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი სიამოვნებით აი ამ ქართულ ცეკვას ვიზიარე. დიდი მადლობა. ბატონო ვაჟა, აი რამდენად უნდა იყოს ადამიანი გულწრფელი იმისთვის, რომ მას საზოგადოება გაყვეს? ცით გულწრფელობა ადამიანის შინაგანი ბუნებიდან გამოდის, იმიტომ რომ გულწრფელობა შეიძლება ვიღაცამ სახეობმაც ითამაშოს რაღაცა ის, მაგრამ ეს გულწრფელობა ის არ იქნება გულწრფელობა, ის უკვე თამაშია. ამიტომაც გულწრფელობა არის შენი შინაგანის სულის გადმოღვრა, ისეთი როგორიც ხარ, ყოველგვარი ნიღბის და ყოველგვარი ზედმეტი ატრიბუტიკის გარეშე. ამიტომაც სხვათა შორის დღეს გულწრფელობა არის დეფიციტი და პოლიტიკოსებისთვის კიდე დელიკატესი. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ გულწრფელობა ეს აუცილებელი ნიშანთვისება უნდა იყოს პოლიტიკოსისაც და ბუნებრივია შემოქმედისაც. თუ შემოქმედმა გულწრფელად არ გადმოეცი ღვთისმადლით სიტყვებით ის შენი განცდები, ისევე როგორც მსახიობი თუ ნიანგის წრემლით ტირის სცენაზე მაყურებელი მას მოვალეობის გულისთვის დაუკრავს და შეიძლება დაუკრას და მოვალეობა. შენ მეორე სპექტაკლზე აღარ მივა, მაგრამ თუ ის ნამდვილად იწვის იმ გმირის სიცოცხლით, მაშინ რა თქმა უნდა ოვაციები და შეძახილები ნამდვილი იქნება. თქვენ არაერთის გონიათ? ასევეა შემოქმედებაშიც და ეს იქნება ცეკვა, ეს იქნება ლექსი.
მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ლექსში ვიყო ის ვაჟა ოთარაშვილი, რომელიც დედაჩემმა და უფალმა გამაჩინა ამ ქვეყანას. არაერთგზის გქონიათ გამოსვლები თქვენ, ნუ სხვადასხვა სახის გამოსვლები, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა შევეხო ლიტერატურულ პოეზიის საღამოებს. აი და ყოველი პოეზია, ყოველი საღამოს შემდეგ ბევრისგან გამიგია და რა თქმა უნდა ეს ჩემი აზრი არის და ბევრისგან გამიგია, რომ აი იშვიათად ასე გულწრფელად წაკითხული საკუთარი ლექსი. აი როგორ ახერხებთ ემზადებით ამისთვის? არა, არ ემზადებით, უბრალოდ თქვენ გულიდან ამოსული მიგავთ მსმენელამდე. არ შემიძლია მომზადება, როგორ შეიძლება რომ ლექსის იმაზე მოემზადო წაკითხვაზე, მით უმეტეს შენ ლექსს, მე თითქმის ჩემი ყველა ლექსის ეპირად ვიცი და სხვებისაც ალბათ ძალიან ბევრი ლექსი შეიძლება 1000-ზე და 10000-ზე მეტი, მაგრამ ეს მომზადება არა, იცი რა, ყოველ ლექსს ისე განვიცდი, აი როგორც მოვიდა იმ წერის დროს, იმ მომენტში, იმიტომ რომ ისეთი ენერგია გეჯახება იმ ლექსის წერის დროს, რომ იქ თუ აი ეს სუსტი სწორი ენერგეტიკული მუხტი არ დაიჭირე, შეიძლება გაესწრის, რომ არის რომ მთელი ღამე ვერ დაგიძინია, იმიტომ რომ აქცდა ის აი მოვიდა ის ენერგია და არ გეყო სიტყვები, არ გეყო დრო, რომ გაგისხლდა და ვერ მოასწარი მისი ფურცელზე გადატანა. აი თუ ლექსის ჩაწერა ვერ მოასწარი, თუნდაც აი აი ყოფილა რომ ღამე აი შუქი არ ყოფილა და პასტა და ფურცელზე, მაგრამ დამიწერია, იცი? იმას მაინც წავიკითხავ, სულ რომ ბატიფეხური იყოს. მაგრამ თუ გაგისხლდა იმას და ერთხელ მაინც ვერ წავიკითხე, ის უკვე დავიწყებულია, იცი? ბევრჯერ ყოფილა რომ საჭესთან ყოფილი ვარ და მომიცვლია. თუმცა საჭესთანაც ბევრი ლექსი დავიწერე. დედა, რა საინტერესო. მოდით ერთი ახალი ლექსით დავატკბოთ მაყურებელი. კი ბატონო. უცხო კაცი ქვია ამ ლექსს. ახალი ლექსია, ნუ წიგნში არ არის შესული, დიახ. რა თქმა უნდა, შენთვის ახლა უცხო კაცი ვარ. და რა თქმა უნდა, უცნობივით გვერდზე ჩამივლი. გასაფხულია, მაგრამ უცებისი აცივდა, რომ ტოტებს შერჩად ჩამომჭკნარი ნუშის ყვავილი. გახსოვს გვირილის დაკრეფას, რომ ქარში ლამობდი და ყაყაჩოთა ფურცლის კოცნაც ქარში მოგინდა. თუ მოგაგონდეს, მე ძავივით ჩემთან წამოდი და საყვარელი მიატოვე გაშლილ ლოგინთან. რა დრო იყო, დღეს კი შენთვის უცხო კაცი ვარ და რა თქმა უნდა, უცნობივით ჩუმად ჩამივლი. გაზაფხულია, მაგრამ უცებ ისე აცივდა, რომ ტოტებს შერჩად ჩამომჭკნარი ნუშის ყვავილი. უღრმესი მადლობა. ლექსო, კარის ეკლესიაში მე დავითნე ხარ, ხო? თუ სტიქაროსანი? მე დავითნე. მე დავითნე ხარ. მოდი მოვუთხროთ მაყურებელს, როგორ რატომ მაინდა-მაინც კარის ეკლესია, როდის მოგინდა რომ მისულიყავი და საკურთხეველში შესულიყავი და ასე შენ ხო შედიხარ საკურთხეველში? დიახ. მაგრამ მანამდე მოდი წავიკითხოთ აი ეს ლექსი ასევე იმ ჩანახატთან ერთად რო არის დაწერილი. შენ დამიგრძნობა, ისე წმინდა, ისე სუფთა, ვით თოვლი თეთრი. ჭალაშიც ახლა, ისევ გაწვიმდა თითქოს სათქმელიც მქონოდეს შენთვის. მთელი სიცოცხლე მე შენ გეძებდი. ჩემი სულის და ხორცის ნახევარს და ერთგულება თეთრი გედების დღესაც აოცებს გულთან აღვერდალს. შენ დამიგრძნობა, წმინდა ისე სუფთა, ვით თეთრი თოვლი. შენს ჩახუტებას ვადარებ ნისლებს და თებს რომ სული ევსებად თრთოლვით. ყოჩა, არაჩვეულებრივია, მე უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის. აი ნუ რაღაცა წმინდა, ისეთი ფაქიზი და ძალიან, ნუ ადამიანი გრძნობს, რომ ამ გრძნობას ჭირდება გაფრთხილება. და ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც ეს გრძნობა ეწვევა. მე ვიძახი სუფთა ჯანსაღ სიყვარულზე და ნუ არ ვიძახი დავშვათ სხვაზე. მოდი კარის ეკლესიაზე. როდის მოგინდა რომ მე და ნუ ახლა ის რომ დიდი ხანია დადიხარ ტაძარში და ეზიარები
ბატონებო, დღეს არის პანტელეიმონ კურნალის დღე და გილოცავთ ყველას და ულოცავ საზოგადოებას მე მომიტევეთ თავიდან. ამით მინდოდა დამეწყო უკაცრავად და ის რო ეზიარები, ბოდი დიდი ხანია და ეხაც ეზიარები, ეს გასაგებია. როდის მოგინდა რომ აი გემსახურა ტაძარში? ნუ მე როდესაც სასულიერო აკადემიაში და სემინარიაში ვაბარებდი ხელოვნებაცოდნეობის ფაკულტეტზე 2007 წელი იყო და დეკანოზე ლევან ფირცხალაიშვილის კურთხევით ჩავაბარე და ამ დღიდან დავდივარ კარის ეკლესიაში. უკვე 9 წელი არის. და პატრიოტი და ამ პირველივე წლიდან გავხდი სტიქაროსანი. მამა ლევანის ლოცვა კურთხევით. და მერვე წელს მე დავითნე გავხდი. ნუ დიდი სურვილი მქონდა, რომ მე დავითნე გამხდარიყავი, ამის დიდი სურვილი მქონდა. თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს ცხოვრებაში. შენ თავად შეისწავლე, ხო? ნუ მე მეხმარებოდა ძალიან საოცარი ადამიანი მანანა ანუა, ცნობილი არის თქვენთვისაც. და ჩვენი ტაძრის მთავარი მედავითნია და მისი წყალობით და დახმარებით შევისწავლე მედავითნეობა. ლექსო, სასულიერო აკადემია ახსენე და შენ მანდ ხელთ გიპყრია, ეხლა მცირე ზომის წიგნი, სადაც განთავსებულია შენი ლექსი და სასულიერო აკადემიის სტუდენტების შემოქმედება. აი, და შენი გაკეთებულია ეს, დიზაინერიც თავად ხარ. როდის გამოიცა ეს კრებული? ეს წიგნი გამოიცა 2010 წელს, თუმცა მანამდე ამ წიგნის შეკრებას დიდი ხანი მოუნდით, შეკოწიწებას და შედგენას. ამის იდეა დაიბადა ალბათ სადღაც 2008 წელს და ამის შემდგენლები ვართ მე ლექსო ოთარაშვილი და ტატიანა თათირიშვილი. სურვილი ქონდა ესე რომ შეგვეკრიბა აკადემიაში და სემინარიაში სტუდენტების მიერ შექმნილი ნაწარმოებები, ეს იქნებოდა პროზაული თუ ასევე ხატრული ნამოშევრები და შეგვეკრიბა ერთ წიგნად და მიგვეცუნა პატრიარქისთვის და ამ წიგნს დავარქვით თქვენს კალთებს ქვეშ უწმინდესო. და შევკრიბეთ და მიუძღვენით პატრიარქს. და გარდა ამისა, მანდ გაქვს შენ რამდენიმე ჟურნალი. დიახ. ეს ჟურნალი ბატონოვაჟა, რამდენთაც ვიცი, თქვენი რედაქტორობით გამოდიოდა არაჩვეულებრივი ჟურნალი და რატო არ გამოდის ახლა ეს არის კიდე საინტერესო. სააკაშვილის რეჟიმის და ჩვენი მოშულე ზოგიერთი ჩემი კოლეგას დამსახურება ბჭყალებში, რომლებსაც შეშურდათ, რომ ფუნქციონირებდა გამომცემლობა ეროვნული მწერლობა, აი ლექსოს მაგალითად, ლექსოს ხელით არის გაკეთებული, იქ ხო ძალიან კარგი კოლექტივი იყო, არა მარტო ლექსო, იქ საზაკ კინკლაძე, ვერიკო ზამთარაძე და სხვები. უახლესი ქართული პოეზიის, უახლესი ქართული პროზის ანთოლოგიები, ეს ჟურნალი ლიტერატურა და ხელოვნება, რომელიც 2006 წლიდან პატრიარქის კურთხევით სხვათა შორის გამოდიოდა პირველი პრეზენტაციაც პატრიარქმა მოგვიწყო საპატრიარქოს ფონდში. ესე კარგად მახსოვს ის დღე დეკემბერი იყო, პირველი წელი რო გავატარეთ. და ძალიან ბევრი ძვირფასი გამოცემა გაკეთდა, მაგრამ სამწუხაროდ მართლაც ეროვნული საქმე კეთდებოდა, მაგრამ ნუ არ აწყობთ იცით. ნუ ხომ არის იმედი იმისა, რომ კიდე გაგრძელდება ამის. ნახოთ ახლა, ყოველ შემთხვევაში არც ამ ხელისუფლებას არ აქვს დიდი სურვილი, რომ რაღაც ეროვნული საქმე გაგრძელდეს, მაგრამ მე მაქვს, რა თქმა უნდა, სურვილი, რომ ისევ აღვადგინო ჟურნალი ლიტერატურა და ხელოვნება ეს. არა მარტო თქვენ მოთხოვნაა ხალხისგან. ხო, ეს ერთადერთი ესეთი სისტემური ჟურნალი იყო საქართველოში, რომელიც საერთაშორისო მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებდა. აქ იყო წარმოჩენილი არა მარტო პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა, თარგმანი, არამედ კინოხელოვნება, თეატრი, დრამატურგია, მხატვრობა, ანიმაცია, არქიტექტურა, ყველა დარგი ფაქტიურად ხელოვნებისა და ყველა ნომერი გაფორმებული იყო ახალ-ახალი მხატვრების ნამუშევრებით, ვთქვათ, როგორც ძველი თაობის, ფიროსმანი, ელენე ახვლედიანი, კიკოძე და ასე შემდეგ, ისე ახალი თაობის და მე
შესაბამისად წერილი ამ მხატვრის შემოქმედებაზე, წარმოჩენაზე, ძველგაზრდა იყო თუ ახალგაზრდა და მე ამის პრეზენტაციები ძალიან საინტერესო მუსიკა ჩვენთან იყო თქვა ბატონი გიგალორდ კიფანიძე, ქეთევან კიკნაძე, ოთარ მეღვინეთოხუცესი, სურა ქაფიანიძე, ძალიან ისეთი სისხლსავსე ცხოვრება იყო თქვა იგივე მერაბ ბერძენიშვილმა რამდენჯერმე გაგვიმართა ამ შესანიშნავმა ხელოვანმა დიდი პრეზენტაციები ამ ჟურნალის ჩვენ ძალიან აქტიურად ჩვენი სარედაქციო ჭაბუ ამირეჯიბი თამაშ ჩხენკელი წარმოიდგინეთ ახლა ანა კალანდაძე ყველა ეს ხალხი ისეთი გურამ დოჩანაშვილი ხა წარმოიდგინეთ ერთი ნომერი ჟურნალისა სადაც იბეჭდებოდა გურამ დოჩანაშვილის ახალი რომანი ახუშტი კოტეტიშვილის ახალი რომანი ჩემი წუთისოფელი ანა კალანდაძის წერილი თამაშ ჩხენკელის თარგმანი ბატონო ვაჟა რა გინდათ მე ვეღარ წავიყავ გადაცემას ახლა თქვენ ისეთ ხსტულით უმეტყველების უნარი დამეკარგა ერიკო ანჯაფარიძე ბატონო ვაჟა რამდენი წელი იარსება ჟურნალმა ახლა გეტყვით რატომ გეკითხებით 2011 წლის მესამე ნომერი გამოვიდა და გავაჩერეთ ჟურნალი, იმიტომ მთავარი პროკურატურა, არ მინდა მიუხედავად ამისა, დღესაც კი ხალხი ითხოვს და თან ძალიან მორიდებულად ითხოვს, რომ გამოვიდეს გაგრძელდეს ამ ჟურნალის არსებობა. ასე რომ უნდა გაგრძელდეს. მომავალში რომ აღვადგინო თუ უფალი სურვებს ვეცდები, იმიტომ რომ მეც ძალიან მინდა იმედი მაქვს რომ არ დგება. მოდით ბატონო ვაჟა, ეხა ძალიან ცოტა დრო გრჩება თქვენ არ გესწავლებათ და მოდით ეხა ერთი ლექსი კიდევ წავიკითხოთ და შემდეგ ლექსოსთან. აი ეს ლექსი მინდა წავიკითხოთ. დედა და მე ჩემ დაბადების დღეზე მაქვს დაწერილი. მე ღრიან კალი ვარ, მორიელი ვარ ჰოროსკოპით და ზუსტად 7 ნოემბერს არის დაწერილი ჩემ დაბადების. დედა და მე დედა ჩემზე უფროსი გავხდი. დედა კი დარჩა ჩემზე პატარა. თუმ შეიცვალა გარემოც სახლიც გადატყდა ბევრი ცულის სატარე. 57 ცითვლი და დედა, როდესაც სულის ხეულს გამოსცდა. მტრედები ისევ საყდართან სხედან, მე მიახლება მიჭირს 60-თან. მიუყვები წლების ულმობელ ავდრებს და იქნებ ბევრიც ვიცოცხლო ვინძლო. თუ კი მოხუცდი წინასწარ დარდობ ნეტავი დედის სული კვლავ მიცნობს არაჩვეულებრივია ბატონო ვაჟა ლექსო შენ გაქვს მე ვიცი პატარა ჩანახატი რომელიც ძალიან მინდა რომ ამ გამოშვებაში წაიკითხო რუსთავ ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე ანუ სიყვარულსამალვა უნდა. მაგრამ მანამდე მინდა ერთი ლამაზი ლექსი კიდე წაიკითხო, ან იქნებ ჟურნალიდან. შენ თუ გინდა კრებული მაგიდან წაიკითხე, მაგრამ მე ჟურნალიდანაც წავიკითხოთ და წაიკითხე ლექსები, წაიკითხე. ნოემბერია, აცივ დაოდნავ. დაფოთლები ვიცი ვაფიქრები. ან ეს ღრუბლები რამ გააოგნა, ან მეც უშენოთ როგორ ვიქნები, ქრიზანთემებიც ყვავიან ნორჩად, შეთბება მალე ბუხრის მალებიც. ნუ თუ ეს მზეა ასე რომ მოსჩანს თუ სინათლეა შენი თვალების. არაჩვეულებრივია. ბატონო, პირველად ვის უკითხავ პირველად? პირველად აი ვინ არის შენი შემფასებელი, პირველი შემფასებელი? მამა არის ჩემი პირველი შემფასებელი. ნუ ვიცოდი ახლა რა ეს მასე განსხვავებულ პასუხს არ ცელოდი. კიდე წაიკითხე. საოცრად გაიზარდა აი ბოლო წელია, 1 წელია, 2 წელია, რომ ძალიან საოცრად. რამდენად ხშირად აწვევთ მითითებებს? ახლა შენიშვნას ვერ მიცემთ, ახლა ლექსს რა შენი? მითითებებს არა, რა თქმა უნდა, ვასწავლდით ლექსს და იმას და ისეთ იმაში იყო, რომ ახლა ეს ისეთი ნიჭია თუ გაქვს, არ გაქვს. არ უნდა ეჭიდავო. მე ხოცი ქართლელი თუ არ იქნებოდა ვეტყოდი დაანებეთ თავად. არ უნდა ეჭიდავო ლექსის წერას ხატვას. თუ როცა გინდა დახატო, უნდა დახატო და როცა გინდა მაშინ, როდესაც გაწუხებს ნიჭი. თუ ნიჭი არ გაწუხებს, არ მოგინდება დახატო. რამდენი ფუძით არ უნდა უყიდო და რამდენი საღებავია თუ არა აქ ის პატრონის ნიჭი. ასეა ლექსი. ლექსო მოდი წაიკითხე, თორე 3 წუთი გრჩება. იცი ეგ სახე რომ მომენატრა და რომ დავდივარ მარტო დეული შენთან შეხვედრა კვლავ არის ნატრა და მხოლოდ გხვდები სიზმარეული მწველი ფიქრები წარსულს უმღერებს როს მთვარის შუქი კიდეს მოსწდება და თმის ოქროსფერ კულულა ღერებს ქარი ააფრენს როგორც ოცნებას
მე ქვათახევში სანთელს დავანთებ შენზედ ვილოცებ ჩემო ფერია მოგონებებში ღამეს გავალთევ დღეს სევდა ყანწით დამილევია შენმა დარდებმა გული დაფატრა ამ სიყვარულით მე ვარ სნეული შენთან შეხვედრა კვლავ მრჩება ნატრად და მხოლოდ ხვდები სიზმარეული ბრავო სიტყვები არ მყოფნის და მოდი პირდაპირ ჯვარედინი ლამაზი რითმებით წერს აი ეგ უნდა მეთქვა მაგრამ მე ყველანაირი კომენტარისგან თავს ვიკავებ 2 წუთი დამჩა და მოდი წეღან ჩანახატი რო ვახსენე მოდი კიდე ლექსი წავიდე არა კარგი კიდე ლექსი ხო კაი გისმენთ მომენატრა უკვე შენთან შეხვედრა მენატრება მაგთვალების ნახვაც ეს ლოდინიც დაიწურა ვედრებად გულის ლანდიც შენს ნაკვალევს გაჰყვა გარეთ სუსხი კვლავ მოფიფკვას ლამობს და ეს ზეცაც იმზირება თეთრად გნატრობ კვლავ და ჩუმად გულში ვამბობ შენ და თოვლი რომ მოხვიდეთ ერთად არა ჩვეულებრივია კიდე ლექსი გინდა წაიკითხე ეს ჩანახატი წაიკითხე მოერ მოვასწრებ რატო 1 წუთი დამჩა მიდი არ გაგვწყვიტავენ მიდი უცებ წაიკითხე მოდი კიდე ერთ ლექსს დავიკითხე წაიგე არა პრით არ გითხულობს იმ ჩანახატს არა არ წაიგითხო ჩანახატი ჯობია ლექსი წაიკითხე ლექსი კვლავ დარდისაგან გული გახევდა დაღალულ ფიქრებს წაიღებს ქარი დღეს თვარესავით გამინახევ და დაოცნებების თეთრი ნამქერი დრომასეთ ტიალწუთი სოფელში ჩვენი შეხვედრა ალბათ ინება შენი ყავ ჩემი დიდი ნუგეში და კვლავ დარდების აქვითინება არაჩვეულებრივია მოდი ერთ ლექს პატარას მე წავიკითხავ ახლა ვიყავ დარდის და სრემლის მთესველი ახლა ტკივილი ნატრებად მართავს ერთი სიკეთე მაინც შევძელი შენ დაგაბრუნე საკუთარ თავთან აი მე არაჩვეულებრივია ბატონო ვაჟა ლექსო ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვაჟა ერთი რამ მინდა გითხრათ საერთოდ საზოგადოება ბევრი რაღაცის გამო გეუბნებათ თქვენ ძალიან ხშირად მადლობას და ალბათ ბევრს უთქვამს, მაგრამ მე ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ აი ესეთი ახალგაზრდა აღუზარდეთ და უზრდით საქართველოს და ლექსოსნაირები არიან დარწმუნებული ვარ თქვენი 4 შვილი, შვილიშვილებიც გყავთ, ვიცი, ღმერთმა ჯანმრთელები გიმყოფოთ. ის ურჩევნია მამულსა. არა, არაჩვეულებრივი ერის კაცი ბრძანდებით თქვენ და არაჩვეულებრივი შვილები გყავთ. ლექსო ძალიან დიდი მადლობა იმისთვის დიდი მადლობა მანანა რომ ასე საღათ აზროვნებ და ასეთი ლამაზი გრძნობის შეგრძნება შეგიძლია და შემდგომ გადმოტანა ფურცელზე რათა საზოგადოებას რაღაცით აი ამით მე ვთვლი რომ საზოგადოება უხილავ თვალს და ეს არის ძალიან კარგი და მადლობთ კიდევ იმ მეგობრებს შენ ვის გარემოცვაშიც ხარ თორე მხოლოდ ოჯახი მართლა არაფერი შენი თქმის არ იყოს ვერ მოერევა ოჯახი მხოლოდ ოჯახში აღზრდა გარემოცვასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო ვაჟა უღრმესი მადლობა თქვენ დიდი მადლობა რომ მამაშვილი მოგვიწვიეთ ერთად ეთერში მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობები და დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის რომ გვიყურეთ და გვისმენეთ ნახვამდის